გირჩისებური ჯირკვალი, რომელსაც ასევე ჯალღუზისებრ სხეულს ან ანეპიფის უწოდებენ, პატარა გირჩის ფორმის და ბრინჯის მარცვლის ხელაპაწაწინა ორგანოა ჩვენს ტვინში, რომელთანაც უამრავი სპირიტუალური საიდუმლო ან მითია დაკავშირებული. ეს იდუმალებით მოცული ორგანო ადამიანის სხეულის ყველაზე პატარა ორგანოს წარმოადგენს და უძველესი ცივილიზაციებიდან დაწყებული დღემდე, მაგალითად ძველი ეგვიპტიდან ჰორუსის თვალით დაწყებული, დამთავრებული შეთქმულების თეორიებით მასონებზე, მითებით და თეორიებით დოლარის კუპიურაზე, უცხო პლანეტელებზე, ეს პაცია ორგანო მოსვენებას არ აძლევს ადამიანის ფანტაზიას. მოდით ვნახოთ რა არის ეს ორგანო, რა ფუნქციებს ასრულებს და რატომ იწვევს ის ამდენ ნებათაღელვას ისტორიის მანძილზე. ბიოლოგიურად ეპიფიზი პატარა გირჩის ფორმის ენდოკრინული ჯირკვალია, რომელიც ტვინის ღრმა ცენტრში, კონკრეტულად ეპითალამუსში მდებარეობს. ზრდასრულებში ის მხოლოდ 0,1-დან 0,2 გრამამდე იწონის და ტვინის ქსოვილით არის გარშემორტყმული. პირველი საინტერესო ფაქტი არის ის, რომ ეს ჯირკვალი იმ ემბრიონული ქსოვილიდან ვითარდება, რომელიც ასევე თვალებისთვის არის პასუხისმგებელი. ამით აიხსნება, თუ რატომ არის იგი სინათლისადმი მგრძნობიარე, იგი შეიცავს ფოტორეცეპტორულ უჯრედებს, რომლებიც თვალის ბადურაში არსებულების მსგავსია. სხვა ჯირკვლებისგან განსხვავებით, რომლებიც რეგულირდებიან სისხლის მიმოქცევის გზით, გირჩისებრი ჯირკვალი პირდაპირ რეაგირებს ნერვული სისტემის სიგნალებზე, რომელიც დღის და ღამის შეგრძნებას და ჩვენს შინაგან საათს აკონტროლებს. რაზეა პასუხისმგებელი გირჩისებრი ჯირკვალი? მისი მთავარი ფუნქცია ჰორმონ მელატონინის წარმოქმნა და სეკრეცია. მელატონინი ჩვენი ძილღვიძილის ციკლის, იგივე ცირკადიული რიტმის მთავარი რეგულატორია. დღის განმავლობაში, როდესაც ჩვენს თვალებს სინათლე ხვდება, მელატონინის წარმოქმნა იხშობა. სიბნელეში კი იგი იზრდება და სიგნალს უგზავნის სხეულს, დროა დაიძინო. მელატონინი ამსუბუქებს სეზონურ განწყობის დარღვევებს, როგორიცაა ზამთრის დეპრესია. ასევე გავლენას ახდენს ის მეტაბოლიზმზე, იმუნურ სისტემაზე და რეპროდუქციაზეც კი. ცხოველებში იგი რეგულირებს შეჯვარების სეზონებს. მელატონინის წარმოქმნა ასაკთან ერთად მცირდება. ეს ჯირკვალი ასევე წარმოქმნის სხვა ნივთიერებების მცირე რაოდენობას, როგორიცაა ბედნიერების ჰორმონის სახელით ცნობილი სეროტონინი და ეგრეთ წოდებულ სულის მოლეკულას, შემოკლებით DMT-ის სახელით ცნობილ დიმეთილტრიპტამინს, რომელსაც ფსიქოდელიურ გამოცდილებას მიაწერენ. ეს ნიშნავს, რომ ის ცვლის და ფორმირებს ან აფართოვებს შემეცნებას, აღქმას და რეალობის განცდას. ვიზუალურად ის სფერების განსხვავებულ აღქმაზე, გეომეტრიულ ფორმებზე და ჰალუცინაციებზე ზემოქმედებს. მენტალურად მისი გავლენის ქვეშაა დროის აღქმის ცვლილება, ეგოს დაშლას, სულიერი ან მისტიური გამოცდილებები, გაძლიერებული ემოციები. ფიზიკური, გაფართოებული გუგები, გულისცემის დაჩქარება, მგრძნობელობის გაძლიერება. ფსიქოდელურ ნივთიერებებს შეუძლიათ გააღვიძონ რთული, ცვლილების მომტანი გამოცდილებები. დაეხმარონ ადამიანებს განსხვავებული პერსპექტივით შეხედონ თავიანთ ცხოვრებას, ხელი შეუწყონ კრეატიულობასა და პრობლემების გადაჭრას. მნიშვნელოვანია, ეს ნივთიერებები ძლიერი ფსიქოაქტიური ეფექტებით ხასიათდებიან და მათი გამოყენება უნდა იყოს უსაფრთხო, კონტროლირებად გარემოში, სპეციალისტების ზედამხედველობით. ბევრ ქვეყანაში ისინი იურიდიულად რეგულირებულია ან აკრძალულია. ტრადიციულად გამოიყენება რელიგიურ და სპირიტუალურ რიტუალებში, შამანურ პრაქტიკაში, მედიცინაში კი დეპრესიის, ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის სამკურნალოდ და ფსიქოთერაპიაში გამოიყენებენ. ეს ნივთიერება პასუხს აგებს სხეულის შემდეგ მდგომარეობებზე, ტრანსი, თვითჰიპნოზი, ეგრეთ წოდებული ასტრალში გასვლა და ცნობიერების შეცვლა. საინტერესოა, რომ ნეიროტრანსმიტერების ყველაზე დიდ რაოდენობას ეპიფიზი დაბადებისას და გარდაცვალებისას გამოტყორწნის. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ ითვლება ეს ორგანო სპირიტუალური გაგებით სხეულსა და სულს შორის გარდამავალ ხიდად. ეს ერთის მხრივ არც თუ საარსებოდ აუცილებელი ორგანო გარშემორტყმულია მითებით და შეთქმულებების თეორიების მიმდევრების, ეზოთერიკოსებისა და ფილოსოფოსების საყვარელი თემაა. აქ არის რამდენიმე საინტერესო ასპექტი, რომელიც სუფთა ბიოლოგიას და ანატომიას ცდება. დავიწყოთ იმით, რომ უძველეს კულტურებში, როდესაც წესით მაშინდელ მეცნიერებას მისი არსებობის შესახებაც კი არაფერი უნდა ცოდნოდა, ეპიფიზი განიხილებოდა როგორც მესამე თვალი. კიდევ ერთი რამ არის საინტერესო, ზოგიერთ ხერხემლიანში, როგორიცაა ბაყაყები ან ხვლიკები, იგი რეალურად წარმოდგენილია შუბლზე თვალებს შორის, თუმცა კი მასზე კანია გადაკრული და გარეგნულად არ ჩანს. მაგრამ ის ჭრდილებს აფიქსირებს და პატრონს მტაცებლების შესახებ აფრთხილებს. ადამიანებში კი ეს ორგანო ტვინში ღრმად არის დამალული, მაგრამ მაინც რეაგირებს სინათლეზე, თვალების გავლით. ეს ერთ-ერთი, თუმცა კი არა ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ინდუისტურ და ბუდისტურ ტრადიციებში გირჩისებრი ჯირკვალი განმანათლებლობისა და სულიერი გაღვიძების სიმბოლოა. მე-17 საუკუნეში ფილოსოფოსმა რენე დეკარტემ გირჩისებრ ჯირკვალს სულის სავანე უწოდა, რადგან იგი ტვინის ცენტრშია და განიხილება როგორც ხიდი სხეულსა და გონებას შორის. მას სჯეროდა, რომ აზრებისა და ემოციების კოორდინაცია აქ ხდებოდა. ასაკთან ერთად ეპიფიზი ბევრ ადამიანში კალციფიცირდება, წარმოიქმნება კალციუმის პატარა დეპოზიტები. ზოგიერთი თეორია ამას ხანდაზმულობაში ძილის პრობლემებს ან თუნდაც ინტუიციის დაბლაგვებას უკავშირებს.
შეთქმულების თეორეტიკოსები მასონებს აბრალებენ, რომ ისინი ამ ორგანოს ფუნქციის დასათრგუნად სასმელ წყალში ფთორს უმატებენ. მაგრამ მეცნიერულად ეპიფიზის კალციფიკაცია დაბერების პროცესის თანამდებობ ფაქტორად მიიჩნევა. ფრინველებს გირჩისებრი ჯირკვალი დედამიწის მაგნიტური ველის შეგრძნებით ნავიგაციაში ეხმარება. შეიძლება თუ არა ეს ადამიანებშიც ასე იყოს? ამას ჯერ მეცნიერები იკვლევენ, უწყობს თუ არა იგი ხელს ჩვენი ორიენტაციის შეგრძნებას. ეზოთერიკაში გირჩისებრი ჯირკვალი უფრო მაღალი ცნობიერების მდგომარეობების გააქტიურებასთან ასოცირდება. მის გააქტიურებას მედიტაციის ან იოგის მეშვეობით ახერხებენ. არსებობს სპეკულაციები, რომ ამ დროს შეიძლება წარმოიქმნას ზემოთ უკვე აღნიშნული DMT, ჰალუცინოგენი, რომელიც მაგალითად ინდიელების ტრადიციულ ათასწლოვან სასმელში აიაჰუასკაში მოიპოვება და მის მომხმარებელს, ამ შემთხვევაში შამანებს მათი რწმენით სულების სამყაროსთან აკავშირებს. დასავლური კულტურის წარმომადგენლები კი მის ეფექტს კლინიკური სიკვდილის დროს ადამიანების იქეთა სამყაროს ხილებად აღწერენ. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ კვლევის საგანია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რამდენად მართალია თუ ცრურწმენაა ეს ყველაფერი, ის შთააგონებს წიგნებს, ფილმებს და შეთქმულების თეორიებს. როგორც ხედავთ, ჩვენი სხეული სავსეა საოცრებებით, რომლებსაც მიუხედავად განვითარებული მეცნიერებისა, ჯერ კიდევ სრულად არ ვიცნობთ. მით უფრო საოცარი და ამოუხსნელია, საიდან ფლობდნენ ტვინში ჩამალულ ამ პაცია ორგანოს შესახებ ინფორმაციას ძველი ეგვიპტელები 3000 წელზე მეტის ხნის წინ, როდესაც ისინი ამ ორგანოს თვალის ფორმით გამოხატავდნენ. მას ყოვლის მხედველ თვალსაც ეძახიან. ეს გამოსახულება ხორის ან ჰორის თვალის სახელითაცაა ცნობილი და როგორც ხედავთ გირჩისებრი ჯირკვლისა და მის ტვინში განთავსების ფორმას იმეორებს. ეს პარალელი ჰორის ან ჰორუსის თვალს, იგივე უჯათის თვალს შორის, რომელიც უძველესი ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა, თვალსაჩინო, მაგრამ ამოუცნობია. ეპიფიზი ეს გირჩის ფორმის ორგანო ემბრიონის თვალის ქსოვილისგან შედგება და სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედებს შეიცავს ადამიანის ტვინის განეკვეთაში, განსაკუთრებით თალამუსისა და გირჩისებრი ჯირკვლის მიდამოში. გასაოცარ მსგავსებას ავლენს ჰორუსის თვალის იეროგლიფთან. ჰორუსის თვალი, რომელსაც ასევე უჯათის თვალს უწოდებენ, ცენტრალური სიმბოლოა უძველეს ეგვიპტურ იკონოგრაფიაში. იგი დაცულობის, განკურნების, სრულყოფილების და აღორძინების სიმბოლოა. ეს სიმბოლო ხშირად გამოიყენებოდა როგორც ამულეტი, გამოსახული იყო სამარხების კედლებზე ან სამედიცინო კონტექსტში, რადგან განკურნებასთან ასოცირდებოდა. საინტერესოა, რომ ჰორუსის თვალის ცალკეული ნაწილები უძველეს ეგვიპტურ მათემატიკაში საზომ ერთეულად გამოიყენებოდა, სადაც ნაწილების ჯამის 64-დან 63 თითქმის ტოლია მთლიანის. დაკარგული ნაწილი კი ანუ 64-დან 1 მაგიური განკურნების აქტთან იყო ასოცირებული, რასაც ზოგი ინტუიციას ან სულიერ შემეცნებას უკავშირებს. ხელოვნებაში ჰორუსის თვალი ხშირად გამოსახულია სტილიზებულად, დამახასიათებელი ცრემლით და მოხრილი რკალით. იგი გამოსახული იყო ფარაონების ნიღბებზე, მაგალითად ტუტანხამონის, ხშირად ურეუსის გველთან ერთად, რომელიც შუბლზე იყო განთავსებული როგორც მეფობისა და დაცვის სიმბოლო. ეს გველი ზოგჯერ ინტერპრეტირებულია როგორც მინიშნება მესამე თვალზე. ეზოთერიკაში მედიტაციის ან იოგის მეშვეობით ამ ორგანოს გააქტიურება გაძლიერებულ ინტუიციას და სულიერ გამოცდილებებს უტოლდება, რაც პარალელებს უძველეს ეგვიპტურ წარმოდგენებში პოულობს ღვთაებრივი შემეცნების შესახებ. ინდუისტურ ტრადიციაში გირჩისებრი ჯირკვალი, ანუ მესამე თვალი, რომელიც ტვინის ნახევარსფეროებს შორის მდებარეობს, აჯნა ჩაკრას, ანუ მეექვსე ჩაკრას შეიასაბამება, რომელიც შუა შუბლზე მდებარეობს და ინტუიციასთან და განსხივოსნებასთან ასოცირდება. ხომ საინტერესოა, რომ ამ ორგანოს მაინცა და მაინც მეექვსე ჩაკრა შეესაბამება? აქ შემთხვევით არ გაგახსენდათ, რომ ღმერთმა ადამიანის სწორედ მეექვსე დღეს შექმნა. თანაც თავის და ხატად, ანუ მას ის თვისებები შესწინა, რომელსაც სწორედ ეს ორგანო სცემს ადამიანს. ხო, მართლა, ძველ ეგვიპტურ გამოსახულებებში როგორც მოგახსენეთ, ხშირად გველი გამოისახება ამ თვალთან. ჩაკრებიც ხშირად გველის ფორმით გამოისახება. კუნდალინის სიტყვასიტყვით ნიშნავს დახვეულს, ან გველის ძალას და შემოქმედებით სულიერ ენერგიას წარმოადგენს, რომელიც ტანტრული სწავლების თანახმად ყოველ ადამიანში ხერხემლის ძირში იმყოფება და სიმბოლურად დახვეული გველის სახით გამოსახავენ. ისეთი პრაქტიკების მიზანი, როგორიცაა კუნდალინი იოგა, არის ამ მიძინებული ენერგიის გაუიძება, რათა ის ხერხემლის გასწვრივ მაღლა ავიდეს და ჩაკრების გავლით კოსმიურ ცნობიერებასთან გაერთიანდეს, რაც ცნობიერების უფრო მაღალ დონეს და ღრმა სულიერ ტრანსფორმაციას იწვევს. გირჩისებრი ჯირკვალი, იგივე ეგვიპტური ჰორუსის თვალი ან მასონური ყოვლის მხედველი თვალი უძველეს უცხო პლანეტელთა თეორიებსაც უკავშირდება. კერძოდ ეს ძველი ეგვიპტური სიმბოლო, ჰორუსის თვალი, იგივე უჯათი, უცხო პლანეტური გავლენის მტკიცებულებად განიხილება. უცხო პლანეტელების ჰიპოთეზის მიმდევრები, როგორებიცაა მაგალითად ერიხ ფონ დენიკენი თავის წიგნში ღმერთების ეტლები, ამტკიცებს, რომ ეგვიპტური ღმერთები უცხო პლანეტელები იყვნენ, ხოლო ჰორუსის თვალი ადამიანის ტვინის აგებულების შესახებ უცხო პლანეტური ცოდნის დასტურია. ეგვიპტური მითოლოგია, მათ შორის თოთის მიერ აღდგენილი ჰორუსის თვალი განიხილება, როგორც უცხო პლანეტური ტექნოლოგია, ან მათ მიერ ჩატარებული ქირურგიული ჩარევა. მოდით ახლა მასონებიც გავიხსენოთ, მათ ხომ მესამე თვალთან დაკავშირებით ძალიან ხშირად ახსენებენ.
მასონების ორდენი ხშირად ასოცირდება სიმბოლიზმთან და სულიერ გასხივოსნებისკენ სწრაფვასთან და ეპიფიზი, გირჩისებრი ჯირკვალი აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ეს კავშირი ძირითადად ეზოთერულ ინტერპრეტაციებს და შეთქმულების თეორიებს ეფუძნება და ასახულია მასონურ ხელოვნებასა და ლიტერატურაში. მასონები ხშირად ბრალდებულნი არიან, რომ მალავენ უცხოპლანეტელთა საიდუმლოებებს, რომლებიც ყოვლის მხედველი თვალის სიმბოლოსთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ამერიკულ დოლარზე გამოსახული ყოვლის მხედველი თვალი განიხილება, როგორც უცხოპლანეტური ან ილუმინატების სიმბოლო. შეთქმულების თეორეტიკოსები ამტკიცებენ, რომ მასონებმა ეგვიპტური უცხოპლანეტური ცოდნა მიიღეს რიტუალების შესახებ, რომლებსაც მესამე თვალის გააქტიურება შეუძლიათ. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეგვიპტელებმა უცხოპლანეტური ტექნოლოგია ეპიფიზის მეშვეობით მიიღეს, რომლის სიმბოლოც თვალია და მასონებს გადასცეს. მასონურ ლიტერატურაში ეპიფიზი განიხილება როგორც სულის სავანე, სულის სამყოფელი, როგორც ამას ფილოსოფოს ირენე დეკარტე მიიჩნევდა. მასონურ ტრადიციაში იგი გირჩის ფორმის სიმბოლოს წარმოადგენს, რომელიც განსხივოსნებას სიმბოლიზირებს. მაგალითად, მასონურ არქიტექტურაში და ხელოვნებაში, განსაკუთრებით საფრანგეთში, ლუი მე-16-ის ეპოქაში, გირჩი გამოიყენება როგორც სვეტის დასასრული ელემენტი, რომელიც სიმბოლურად აღწევს მესამე თვალს კუნდალინის ენერგიის მეშვეობით. ეს არის ჰინდუისტური კონცეფცია, სადაც ენერგია ეპიფის ხერხემლის 33 სეგმენტის გავლით აღწევს. ხო, მართლა, მასონებსაც 33 ხარისხი აქვთ. მასონი ავტორი მანლი ჰოლი ეპიფის ადამიანის საკრალურ გირჩს უწოდებს, რომელიც სულიერი ცეცხლის კუნდალინის მეშვეობით გაგასხივოსნებს. ეს ჩაკრების სისტემას უკავშირდება, სადაც ეპიფიზი გვირგვინის ჩაკრა, რომელიც სულიერებას ამთლიანებს. შეთქმულების თეორიებში ამბობენ, რომ მასონები ამ სიმბოლიზმს სულიერი ცოდნის დასამალად იყენებენ. არანაკლები თეორიები არსებობს ამერიკულ დოლარზე გამოსახულ თვალთან დაკავშირებით. ეს ეგრეთ წოდებული ყოვლის მხედველი თვალი არის სიმბოლო, რომელიც მასონურ ლოჟას უკავშირდება, მაგრამ მისი წარმოშობა კიდევ უფრო საინტერესოა. ის უკავშირდება რა ეპიფის, ღმერთის, ანუ როგორც მას მასონები განიხილავენ, უზენაესი არქიტექტორის ყოველთვიურობას განასახიერებს. მაგრამ ეს სიმბოლო ქრისტიანულ ხელოვნებაში რენესანსის ეპოქიდან გამოიყენებოდა. ის 1782 წელს დიზაინერი პირს თუ სიმიტიერის წინადადებით შემოიღეს და არა მასონური გავლენით. თუმცა მასონებმა იგი 1797 წლიდან მიიღეს როგორც ღმერთის სიმბოლო. მაგრამ რა კავშირი აქვს ამ თვალს პირამიდასთან? ამერიკული დოლარის კუპიურაზე თვალი გამოსახულია დაუმთავრებელ პირამიდაზე, სადაც 13 საფეხური, 13 შტატს და ერთიანობაში კი სიმბოლურად ამერიკის შეერთებული შტატების პოტენციალს წარმოადგენს. ლათინური წარწერა კი ანუით კოპტის ნიშნავს, იგი ღმერთი აკურთხებს ჩვენს საქმეს. როგორც წესი, ამას ილუმინატებს და მასონებს უკავშირებენ, მაგრამ ისტორიულად მასონური გამოყენება მოგვიანებით დაიწყო. ბენჯამინ ფრანკლინი ერთადერთი მასონი იყო დიზაინის კომიტეტში, მაგრამ მისი იდეები არ იქნა მიღებული. მასონები იყენებენ სიმბოლოებს, როგორიცაა გირჩი და თვალი, რომლებიც უკავშირდება ეპიფის როგორც მესამე თვალს. შეთქმულებების თეორეტიკოსები თვლიან, რომ დოლარზე გამოსახული თვალი ამ სიმბოლიზმის გაგრძელებაა, თუმცა ისტორიულად ეს ყოვლის მხედველი ღმერთის სიმბოლოა და არა საიდუმლო კოდი. ეპიფისთან დაკავშირებული თეორიები კიდევ უფრო შორს მიდის, მაგალითად ერთ-ერთი თეორიით რეპტილოიდური არსებები ძველ ეგვიპტურ კედლის მხატვრობაში რეპტილოიდურ უცხოპლანეტელებს განასახიერებენ, რომლებიც ძველ ეგვიპტელებს ასწავლიდნენ. ჰორუსის თვალი კი ვარსკვლავური კარიბჭის სიმბოლოა. საინტერესოა, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით იაპონიასა და ჩინეთში, მასონური თვალი ხშირად გვხვდება სხვადასხვა არტეფაქტზე. მარჯვენა თვალი მთვარეს განასახიერებს, ხოლო მარცხენა მზეს, რაც სიმბოლურად ზეციერი ძალების მიერ დედამიწაზე მიმდინარე მოვლენების თვალყურის დევნებას განასახიერებს. აღმოსავლურ ენებში არსებობს იეროგლიფი, რომლის მოხაზულობა ეგვიპტური ჰორუსის თვალის მსგავსია და ავგაროზად გამოიყენება. ძველ ინდურ ტრაქტატებში ეს სიმბოლო ასოცირდება შივასთან და მის მესამე ღვთიურ თვალთან. ეხლა კი დაუბრუნდეთ თვითონ ეპიფის, როგორც ჩვენს ორგანოს და ვნახოთ, რა იწვევს მის ატროფიას. ფთორისა და ფთორიდების ზემოქმედება, ეს ნივთიერებები ორგანიზმში გარკვეული საკვებით, გაზიანი სასმელებით, საღეთი რეზინით, ასევე კბილის პასტებითა და პირის ღრუსავლებით ხდება. არაჯანსაღი კვება, მავნე დანამატებისა და ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება, ცილის რეჟიმის დარღვევა, ცილისა და სიფხიზლის ბუნებრივი ციკლების უგულებელყოფა, უარყოფითი ემოციები, გადაჭარბებული აგრესია, კონფლიქტები, ძალადობრივი სცენების ყურება, ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს ეპიფიზზე. მიუხედავად იმისა, რომ ასაკთან ერთად ეპიფიზის ფუნქციონირება შეიძლება შესუსტდეს, მისი გააქტიურება შესაძლებელია შეგნებული მიდგომით და მისი მნიშვნელობის გაცნობიერებით. ეპიფიზზე გამაჯანსაღებლად მოქმედებს მზის სხივები, რადგან ეპიფიზის მუშაობა პირდაპირ დაკავშირებულია თვალის ბადურასთან. მზის შუქის ზემოქმედება ხელს უწყობს სეროტონინისა და მელატონინის გამომუშავებას. განსაკუთრებით სასარგებლოა მზის ამოსვლისა და ჩასვლის ცქერა, რაც ყოველდღიურ ჩვევად უნდა იქცეს.
ორგანიზმის გაწმენდა და სწორი კვება ფთორისა და ფთორიდების გამოდევნას ხელს უწყობს ისეთი საკვები, როგორიცაა იოდითა და ქლოროფილით მდიდარი პროდუქტები, მაგალითად ზღვის მცენარეები, სპირულინა, ორეგანო, სეთი, ვაშლის ძმარი და ჭარხალი. პოზიტიური ემოციების, სიხარული, სიცილი და სიყვარული სტიმულირებს ეპიფიზს, რაც ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებას. ბინაურალური რიტმები, სპეციალური სიხშირის ხმები, რომლებსაც ხშირად მედიტაციისთვის მიმართავენ ან საეკლესიო გალობის მოსმენა, დადებითად მოქმედებს ეპიფიზზე. მედიტაცია ან ღრმად დაფიქრებული ჩუმი ლოცვა, ყველაზე ეფექტური საშუალება ეპიფიზის გასააქტიურებლად, რადგან ამ დროს დიმეთილტრიპტამინი გამომუშავდება. კიდევ ერთხელ ეს ის ნივთიერებაა, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით დაბადებისას და გარდაცვალებისას ამოიფრქვევა. ჩვენ დღეს შევეცადეთ გაგვეცნოთ თქვენთვის პაცია ჯადოსნური ორგანო თქვენს ტვინში და მასთან დაკავშირებული მითები და კონსპირაციები. ეს უკანასკნელები, რა თქმა უნდა, შორს არის მეცნიერებისგან, თუმცა კი ადასტურებს, რამდენად საინტერესო ორგანოა ეპიფიზი, იგივე გირჩისებრი ჯირკვალი, რომელიც ადამიანის ფანტაზიას ათასწლეულობის მანძილზე არ აძლევდა მოსვენებას. გარდა ამისა, მართლაც ბევრი რამ არის ამოუხსნელი ამ ორგანოსთან დაკავშირებით. იგივე 5000 წლის წინანდელი ეგვიპტელების ცოდნა ტვინში ჩაკარგული ამ ორგანოს ფორმისა და მდებარეობის შესახებ. თუმცა ეს ყველაფერი ძალიან დიდი, მოცულობითი თემაა და ერთ ვიდეოში ამის ჩატევა წარმოუდგენელია. მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს უაღრესად საინტერესო საკითხს წარმოადგენს. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.